მოგესალმებით პატიცემულო დეპუტატებო, ძვირფასო დამსწრეებო, ჩვენ დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას ვატარებთ, ვინაიდან წარმოდგენილი გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები, ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. ქორუმი გვაქვს, თქოთ დამიდასტუროთ დღის წესრიგი. ასე შეგვიძლია გადავიდეთ ამ თემის განხილვაზე. სანამ უშუალოდ მომხსენებელს გადავცემდეთ სიტყვას ორი სიტყვით, რა თქმა უნდა, მეც შევეცდები რომ შევაფასო ეს ინიციატივა. აღნიშნული ინიციატივა ცალსახად მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის და ლოგიკურია სტარტაპები, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური, მწვანე, ციფრულ სექტორებში ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოების განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი დინამიური ძრავა შეიძლება ძრავად შევაფასოთ ეს პროცესი და რაც ჩვენთვის ჩვენი კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია, ეს არის ასევე ნაწილი ასოცირების ხელშეკრულების იმ ვალდებულებების, რომელიც გვაქვს ჩვენ აღებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქტების წარმოებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენ ავიღეთ ამ მხრივ ვალდებულება, რომ ვითანამშრომლოთ ინოვაციური პოლიტიკის განვითარების წახალისებაზე, კვლევებისა და განვითარების კომერციალიზაციის შესახებ, ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით. გარდა ამისა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად უნდა გადაიხედოს ინოვაციური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა, მათ შორის კვლევებისა და ინოვაციების მარეგულირებელი ჩარჩო და ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენ სამოქმედო გეგმაში არის, რა თქმა უნდა, ევროპული დღის წესრიგის სამოქმედო გეგმაში არის არაერთი ღონისძიება გაწერილი, მათ შორის საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც აი ამ სტარტაპების განვითარებას უწყობს ხელს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ჩვენ საუბრობთ ხოლმე როგორც წესი რომ ეს არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, მაგრამ საუკეთესო გზა ალბათ ამ პროცესს ამ მოვლენებს და ამ რეფორმებს, ამ ნაბიჯებს რო შევხედოთ, რომ არის ეს არა ვალდებულება, არამედ შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, შესაძლებლობა ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ მივაღწიოთ და განვახორციელოთ ის ეროვნული მიზანი, რაც ერთ-ერთი ეროვნული მიზანი, რაც გვაქვს, ეს არის ეკონომიკის გაძლიერება და ეკონომიკური დოვლათის კეთილდღეობის დაგროვება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ ნაწილს, ამ ინიციატივას, რომელიც მომავალზე ორიენტირებულია, მოდი ასე ვთქვათ, ეს არ არის ინიციატივები, რომელიც რაღაც ვთქვათ, დახვეწ წარსულის გამოცდილებებს, არამედ პირიქით ახალ მომავალს ვაყალიბებთ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც ამ კომიტეტშიც და სხვაგანაც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. სიტყვას გადავცემ ახლა მომხსენებელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს და ბატონ ირაკლი მინდა გთხოვოთ, რომ საზოგადოებისთვისაც, ჩვენი კომიტეტის წევრებისთვისაც უფრო დეტალურად გაგვაცნოთ რაზეა საუბარი, იმიტომ რომ ხშირად ეს ვინაიდან არის ახალი თემა, ბევრისთვის გაუგებარია ხოლმე, ბევრი ახალი ტერმინია, რომელიც შეიძლება 5 წლის წინ, 10 წლის წინ არც ვიცოდით და გთხოვთ, რომ ორი სიტყვით მოგვახსენოთ ამ თემას. მადლობა. დიდი მადლობა ბატონ თავმჯდომარე. მოგესალმებით, მივესალმებით პატიცემულ პარლამენტის წევრებს. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტს და აქედან გამომდინარე ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ როგორც იცით, ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის განვითარება ჩვენი სახელმწიფოს და მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ დაახლოებით მაქსიმუმ 10 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და პირველი ნაბიჯები იქნა გადადგმული, როდესაც სწორედ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღში, რომელიც დაარსების დღიდან ემსახურება ქართული ეროვნული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას მრავალი მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ, მათ შორის განვითარდა ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თბილისში ტექნოპარკების სახით, ასევე რეგიონებში 9 ტექნოპარკი არის წარმოდგენილი, სადაც
შეგვიძლია ვთქვათ ყოველდღიურად და ჯამში ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, ახალგაზრდები, ინოვატორები, ახალგაზრდა მეცნიერები ეუფლებიან როგორც სხვადასხვა უნარებს, სხვადასხვა ტრენინგების, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების თვალსაზრისით და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აქ საშუალება რომ საკუთარი ინოვაციური იდეები განახორციელონ და გარდაქმნან კონკრეტულ კომპანიებად, კონკრეტულ პროდუქტებად, კონკრეტულ ინიციატივებად, რომელთა საბოლოო ამოცანა არის კომერციალიზაცია, დანერგვა, ასე ვთქვათ, კერძო სექტორში და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გლობალიზაცია, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ეს მიმართულება სწორედ ემსახურება ისეთ სტარტაპებს, ისეთ იდეებს, რომლებსაც აქვს მასშტაბირების შესაძლებლობა და უნარი, მასშტაბადამე პასუხობენ გლობალურ გამოწვევებს, გლობალურ პრობლემებს და პოტენციალი აქვს, რომ გლობალურ კომპანიებად გარდაიქმნან. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებას, განსაკუთრებით სტარტაპებისთვის და განსაკუთრებით 10 წლის წინ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო შესაძლებლობა, რომ გარდა საკუთარი კაპიტალისა, სტარტაპის დამფუძნებლებს ჰქონოდათ შესაძლებლობა დაეფინანსებინათ ასეთი ინიციატივები, შესაბამისად მთელი რიგი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა დაინერგა და დღესაც წარმატებით ხორციელდება, გამოყოფთ ძირითად საგრანტო პროგრამას, რომლის საფუძველზე 264 სტარტაპი არის დღევანდელი მდგომარეობით დაფინანსებული, ჯამში დაახლოებით 53 მილიონი ლარის ინვესტირებაზეა საუბარი სახელმწიფოს მხრიდან ამ სტარტაპებში და მინდა გითხრათ, რომ ამ სტარტაპების მხოლოდ ნაწილმა, რომლებიც უკვე დღეს, ასე ვთქვათ, აქტიურ ფაზაში არიან თავიანთი პროდუქტების განვითარების, მოახერხა ბოლო პერიოდის განმავლობაში 9 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის და შემოსავლის გენერირება, მათ შექმნეს 4000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და როგორც მოგეხსენებათ, ეს არის როგორც წესი და უპირატესად მაღალტექნოლოგიური, მაღალანაზღაურებადი და ის სამუშაო ადგილები, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ინტერესს ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის. ამის კვალდაკვალ საქართველოში რამდენიმე წლის წინ შემოვიდა სილიკონის ველიდან ყველაზე მაღალი კატეგორიის აქსელერატორი, ამის შემდეგ დაფუძნდა პირველი კერძო ვენჩურული ფონდი, ასევე ამერიკული აქტივების მმართველიც, სადაც სახელმწიფოც მონაწილეობს 25%-ის ოდენობით და ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საკმაოდ სოლიდურად ყალიბდება, როგორც ქართული ინოვაციური ეკოსისტემა ყალიბდება, როგორც გლობალური მოთამაშე, ასევე წამყვანი მოთამაშე რეგიონში, ვინაიდან მათ შორის ის პროგრამები, რაც ჩვენ გვაქვს და ის ეკოსისტემა, რომელიც შეიქმნა, წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან მიზიდულობის ძალას რეგიონული სტარტაპებისთვის და ძალიან ბევრი პროგრამა, კონკურსი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, შეგვიძლია შევხედოთ, რომ ქართულ სტარტაპებთან ერთად იქ მონაწილეობენ აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, ბალტიისპირეთის, უკრაინის, შუა აზიის ქვეყნებიდან წარმატებული სტარტაპები და წარმატების შემთხვევაში ისინი მათი საქმიანობა გადმოდის საქართველოში, რაც რა თქმა უნდა არის სასარგებლო როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე უშუალოდ ეკოსისტემის განვითარებისთვის. სწორედ ამის კვალდაკვალ და კიდევ მრავალი ინიციატივა, მათ შორის მოგეხსენებათ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც წელს გაიხსნება და უნიკალური სინთეზი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სტარტაპების ხელშეწყობის ინფრასტრუქტურის, აქ იქნება უნიკალური რეგიონში ტექნოლოგიური მუზეუმი, აქ იქნება საერთაშორისო ფრენჩაიზით ტექნოლოგიური სკოლა, სკოლის ბავშვებისთვის, აქ იქნება აქსელერატორები, აქ იქნება ჯიტას ყველაზე დიდი ტექნოპარკი, იქნება განთავსებული საკპატენტის საერთაშორისო სატრენინგო სკოლა და ბევრი საინტერესო ინიციატივა, მათ შორის კერძო სექტორი, რომელთა სინერგიასთან ერთად ჩვენ შევძლებთ მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ცენტრის დაფუძნებას ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. სწორედ ამის კვალდაკვალ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, საქართველოს მთავრობამ ჩათვალა მიზანშეწონილად და წარმოადგინა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოიცავს რამოდენიმე მიმართულებით სიახლეს და ინიციატივას. ეს შეეხება როგორც სტარტაპების ხელშეწყობას, მათი შექმნის დაფინანსების და ქვეყანაში მოზიდვის მიმართულებით, ასევე კვლევების და განვითარების, ეგრეთ წოდებული R&D-ის მიმართულების სტიმულირების თვალსაზრისით. უშუალოდ რო გადავიდეთ წარმოდგენილ ცვლილებებზე, ესე იგი კანონპროექტით განისაზღვრება ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების 3 საგადასახადო სტატუსი.
და მოგახსენებთ დეტალურად თითოეულის შესახებ. პირველი ეს არის ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ წლების განმავლობაში შესაბამისად საქართველოში ასეთი სტატუსი არ არსებობდა. არც ვერც ბევრი ქვეყანა რეგიონში დაიქვეყნის, რომ ასეთი სამართლებრივი სტატუსი აქვს შემოღებული. ჩვენ გავეცანით ძალიან დეტალურად ევროპის გამოცდილებას. იტალიაში არის ასეთი სტატუსი, საფრანგეთს აქვს ასეთი სტატუსი, ბალტიის ქვეყნებს აქვს და აქტიურად რეგიონში ვიქნებით პირველი ქვეყანა, რომელიც სამართლებრივად ინოვაციურ სტარტაპს დაარქმევს ინოვაციურ სტარტაპს და რა თქმა უნდა სტატუსის გაჩენა უკვე განაპირობებს როგორც ამ ინიციატივით, თუმცა მომავალში შესაძლებლობაც იძლევა, რომ მთელი რიგი, ასე ვთქვათ, საგადასახადო თუ სხვა ტიპის შეღავათები და ხელშეწყობა, რასაც საჭიროდ ჩათვლის საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იყოს შესაძლებელი ამის საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, ბაზაში მოქცევა. ესე იგი, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭება იურიდიულ პირს, რომელიც ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს და ანეწევა ინოვაციურ მომსახურებას. კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა მოთხოვნებსაც, რომელიც დეტალურად არის გაწერილი წარმოდგენილ კანონპროექტში და ესე იგი, მათ შორის დადგენილია მოზიდული ინვესტიციის მინიმალური მოცულობა, ინვესტიციის განმახორციელებელი სუბიექტები და ასე შემდეგ. ჯამში, ესე იგი, სტატუსის მინიჭება ხდება ერთი წლის ვადით ტექნიკურად, თუმცა ყოველწლიურად ხდება სტატუსის განახლება. ჯამში, ასე ვთქვათ, სტატუსის მოქმედების ვადა არ აღემატება 10 წელს და ამ 10 წლის განმავლობაში განსაზღვრულია შესაბამისი საგადასახადო შეღავათები. ესე იგი, პირველი 3 წლის განმავლობაში სტარტაპი გათავისუფლდება სრულად საშემოსავლო გადასახადისგან, რომელიც ნებისმიერი სტარტაპისთვის მათი ხარჯების ალბათ 90%-ზე მეტია ადრეულ ეტაპზე, როდესაც იწყებენ პროდუქტის განვითარებას, აქ ძირითადი ხარჯი არის მაინც ასე ვთქვათ სახელფასო ანაზღაურება. შემდეგი 4 წლის განმავლობაში სტარტაპს ექნება 5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი და შემდეგი 4 წლის განმავლობაში სტარტაპს ექნება 10%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 10%-იანი მოგების გადასახადი. მეორე სტატუსი, რომელიც შემოდის, ეს არის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი და აქ არის ამოცანა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა წავახალისოთ მცირე და საშუალო ბიზნესი იმისათვის, რომ ინვესტიცია გააკეთონ ეგრეთ წოდებულ R&D-ში, კვლევასა და განვითარებაში, რასაც რა თქმა უნდა მრავალმხრივი ეკონომიკური ეფექტი აქვს, ბუნებრივად, პროდუქტიულობის ამაღლება და ასე შემდეგ. ესე იგი, ხდება აქაც სტატუსის მინიჭება და ყოველწლიურად მოხდება სტატუსის, ასე ვთქვათ, განახლება, რაც შეეხება შეღავათს, რომელიც განსაზღვრული არის ინოვაციური და მცირე საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე იურიდიული პირებისთვის. ესე იგი, არანაკლებ სტატუსის მისაღებად პირველ რიგში არანაკლებ მათი შემოსავლის 5%-ისა, რაც უნდა იყოს არანაკლებ 100,000 ლარისა წელიწადში, კომპანიას უნდა ჰქონდეს დახარჯული კვლევასა და განვითარებაზე და თუ ამ სტატუსს მოიპოვებს, ესე იგი მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზიდან გამოიქვითება R&D-ზე დახარჯული თანხის სამმაგი ოდენობა. ანუ კომპანია, რომელიც ინვესტირებას გააკეთებს R&D-ში, შეიმცირებს დასაბეგრ ბაზას მოგების თვალსაზრისით, რაც ვფიქრობთ, რომ წაახალისებს ამ მიმართულებას და მესამე სტატუსი ეს არის უშუალოდ კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი, ანუ R&D-ის კომპანიის სტატუსი შემოდის ქვეყანაში. აქაც ამოცანა არის მათ შორის გლობალური კომპანიების მოზიდვა, თქვენ იცით, რომ დაახლოებით 3 წლის წინ ძალიან წარმატებით დავიწყეთ საერთაშორისო ტექნოლოგიური და IT კომპანიების მოზიდვა ქვეყანაში, სწორედ sagadasakhado სპეციალური რეჟიმის შეთავაზებით დღეს 150-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს საქართველოში საერთაშორისო, დაახლოებით 30,000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილი არის შექმნილი ექსპორტის თვალსაზრისითაც იცით, რომ ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა შეიცვალა ფაქტობრივად IT სერვისის ექსპორტირების თვალსაზრისით, დაახლოებით ასეთივე მოდელზე არის საუბარი, როდესაც მოხდება კომპანიის სტატუსის განსაზღვრა, რაც უნდა გულისხმობდეს, რომ ესე იგი არანაკლებ 80% კომპანიის შემოსავლების იქნება გენერირებული კვლევებისა და განვითარების
მიმართულებიდან ეს არის შესაბამისი კოდი საქმიანობის კოდის რეესტრში და ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ანალოგიურ შეღავაზე, როგორც გვაქვს ეს საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის 5%-იანი განაკვეთი მოგების გადასახადზე და 5%-იანი განაკვეთი საშემოსავლო გადასახადზე. რაც შეეხება პროცედურებს, ხო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ესე იგი კანონპროექტში წარმოდგენილი არის რეესტრის მოწესრიგების საკითხები, ვინაიდან სტატუსის, ასე ვთქვათ, ამ ყველა სტატუსის აღსარიცხად მნიშვნელოვანი საჭიროა, რომ იყოს მოწესრიგებული შესაბამისი რეესტრი, კანონქვემდებარე აქტებით უკვე დადგინდება როგორც სააგენტოს ბრძანებულებით, ასევე მთავრობის დადგენილებით ტექნიკური დეტალები, რეესტრის წარმოებას განახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. რეესტრში ასევე გარდა ამ სამი კატეგორიის კომპანიისა, რომლებიც სტატუსებს მიიღებენ, არასავალდებულო წესით, მაგრამ ასევე ასე ვთქვათ, მიზანშეწონილი იქნება, რომ მოხდეს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის სხვა სუბიექტების რეგისტრირებაც, ეს არის აქსელერატორები, ეს არის ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ეს არის საინვესტიციო ფონდები, მათ შორის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ეტაპზე გარკვეული რაოდენობის ინვესტიციის მოზიდვის დადასტურება და რეგისტრირებული, ასე ვთქვათ, ინსტიტუციები, რომელიც ჩამოთვალეთ, არიან ინვესტორები მათ შორის და შესაბამისად გამარტივდება პროცესის მართვა. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტო დაამუშავებს ყველა იმ განაცხადს, რომელიც სტატუსის მისაღებად იქნება მისთვის მიღებული, იქნება შესაბამისი, ასე ვთქვათ, ინსტიტუციური მოწყობა შიგნით კომისიის სახით, წარედგინება, გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა განკარგულებით, ანუ ყოველი საკითხის სტატუსის მინიჭების, ასევე სტატუსის ჩამორთმევის შესახებ იქნება საქართველოს მთავრობის პრეროგატივა, სამუშაო ნაწილს განახორციელებს ჯიტა და ეკონომიკის სამინისტრო. რაც შეეხება სტატუსის გაგრძელებას, ეს ნაწილი უკვე შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მათ შორის აუდიტორული დასკვნების წარმოდგენის საფუძველზე დელეგირებული იქნება ჯიტასთვის. რაც შეეხება გამომდინარე კანონპროექტს, ეს არის, როგორც მოგახსენეთ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, აქ ხდება დაზუსტება იმის თაობაზე, რომ ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწვევი კომპანიის სტატუსის მქონე პირების საგადასახადო შეღავათებს განსაზღვრავს ინოვაციების შესახებ კანონი. ტექნიკური დაზუსტებაა, რომ მოწესრიგებული იყოს აღნიშნული შეღავათების შემოღება ეკოსისტემაში. მადლობთ. სადვართ კითხვებისთვის. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი. ხო, ჩემი ორი კითხვა მქონდა, ერთ პრინციპში უპასუხეთ კიდეც, რომ მაინტერესებდა როგორ ხდება ამ სტატუსის განსაზღვრა, რომ ნამდვილად ეს ესე თუ ის სტარტაპი შეესაბამება ნამდვილად ამ წესებს და არ ხდება თქვა ბოროტად გამოყენება პირობითად ამ საკითხების და პრინციპში ამას უპასუხეთ. მეორე კითხვა, რაც მინდა რომ კითხოთ, არის ეს გადასახადების ნაწილი. მთავარი სარგებელი ბიზნესებისთვის ამ კანონპროექტის არის, რომ მათ ეკნებათ ნაკლები, ასე ვთქვათ, გადასახდელი ბიუჯეტში, მოკლე ვადაში, რაც მათი გადმოსახედიდან კარგი სარგებელია. ბიუჯეტის გადმოსახედიდან მინდა კითხოთ, მოკლე ვადაში ეს იქნება მოკლე ზიანი, ასე ვთქვათ, ზიანკენ და ნაკლები გადასახადი ამ ნაწილში, მაგრამ რა გათვლა გვაქვს, აი თუ გვაქვს ჩვენ დათვლილი საშუალო და გრძელ ვადაში, რა არის ის სარგებელი? მთავარი არსი ამ პროექტის არის, რომ მოკლე ვადაში შეიძლება კომპანიებმა ნაკლები გადაეხადონ, მაგრამ საშუალო და გრძელ ვადაში ისინი ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით ფინანსებს მერე ჩაატრიალებენ უფრო დიდი რაოდენობით ეკონომიკაში და აი ესენი თუ გვაქვს დათვლილი დაახლოებით რა მოლოდინები გვაქვს ამ ნაწილში. მადლობა. მადლობა ბატონო ირაკლი, ძალიან საინტერესო ინიციატივა არის საქართველოში ინოვაციური განვითარებისა და კვლევებზე და განვითარებაზე თანხების მობილიზაციის თვალსაზრისით, რაც დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძირითადად ქვეყნების მაღალი შემოსავლები დამოკიდებულია სწორედ მაღალტექნოლოგიური დარგებისა და მაღალანაზღაურებადი კვალიფიციური დარგების შესაბამის დასაქმებაზე და მათ მიერ პროდუქტების შექმნაზე და საექსპორტოდ გატანაზე. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია
როგორც ხედავთ, ეკონომიკის სამინისტროს ამ პოლიტიკამ ძალიან კარგი შედეგები უკვე მოიტანა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 53 მილიონი ლარი იქნა ინვესტირებული ახალ ინოვაციურ სტარტაპებში და ამან 9 მილიარდი ლარის მოგება მოიტანა უკვე საქართველოს ეკონომიკაში, როგორც შემოსავალი და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. მე უბრალოდ ერთი შეკითხვა მაქვს, თქვენ ახსენეთ, რომ გარდა ამ ჩამოთვლილი ინოვაციური სტარტაპებისა, სხვა ეკონომიკურ აგენტებსაც მიენიჭებათ გარკვეული სტატუსი, რომლის აღრიცხვაც მოხდება შესაბამის რეესტრში. აი ამ რეესტრში აღრიცხვა და რეესტრში მოხვედრა ნიშნავს თუ არა იმას, რომ მათთვისაც გათვალისწინებული იქნება გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები. მეგობრებო, სხვა კითხვები ხო არ გვაქვს? კარგით, ისმენთ. დიდი მადლობა. პირველ რიგში გიპასუხებ სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებსა და პროცედურების შესახებ უფრო დეტალურად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, არასწორად გამოყენება ამ სტატუსის და ადმინისტრირება იყოს შესაბამის მოწოდების სიმაღლეზე. მოკლედ მოგახსენებთ, რა არის კრიტერიუმები იმისათვის, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიიღოს კომპანიამ, ესე იგი, ბუნებრივი არის, უნდა ქმნიდეს ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს, ან უნდა ეწეოდეს ინოვაციურ მომსახურებას და რაც გულისხმობს პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს რაც უნდა იყოს გაზომვადი, შეფასებადი და მტკიცებულებას ეფუძნებოდეს. მაგალითად, უნდა ქონდეს მოპოვებული საინვესტიციო ფონდის, ანგელოს ინვესტორთა ქსელის, ან ასეთი ქსელის წევრის, ან აქსელერატორის ინვესტიცია არანაკლებ 100,000 ლარის ოდენობით, ან უნდა ქონდეს მიღებული საგრანტო დაფინანსება სახელმწიფო პროგრამიდან, რაც ბუნებრივად ნიშნავს, რომ სტარტაპია, ვინაიდან სხვა ტიპის ინიციატივები არ ფინანსდება. ასევე ასევე ესე იგი შემდგომი 4 წლიანი პერიოდისათვის საინვესტიციო ვალდებულება იზრდება 5 მილიონ ლარამდე და ბოლო 4 წლის სტატუსის მისაღებად 10%-იანი შეღავათებია, 5 მილიონიანი, 10 მილიონიანის ინვესტიციის, ასე ვთქვათ, დადასტურება უნდა წარმოადგინოს. როგორც მოგახსენეთ, იქნება კომისია ჯიტაში, რომელიც იმსჯელებს საკითხზე, შემდეგი, ასე ვთქვათ, ფილტრი იქნება ეკონომიკის სამინისტრო და საბოლოოდ საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც მოგახსენეთ, ამოცანა არის, როგორც ადგილობრივი სტარტაპების წახალისება, ფაქტობრივად საგადასახადო შეღავათი მისცემთ მათ შესაძლებლობას, რომ მოზიდული რესურსი უფრო ეფექტურად გამოიყენონ და იმ ოდენობით, რაც გადასახადის შეღავათი იქნება, განახორციელონ ინვესტირება პროდუქტის განვითარებაში, პროტოტიპირებაში და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება ცალსახად რეგიონიდან სტარტაპების მოზიდვის თვალსაზრისით საქართველოში. ამ ინიციატივაზე, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა შარშან დაახლოებით თებერვალში გააკეთა პირველად განცხადება, ეს იყო ამას მყისიერად მოყვა, მათ შორის საერთაშორისო, ასე ვთქვათ, დაინტერესება და რეგიონის ეკოსისტემებმა იციან და არანაკლები მოლოდინი აქვთ კანონის მიღების და ამოქმედების, ვიდრე ქართულ სტარტაპებს, მათი ინტერესი, რა თქმა უნდა, ცალსახად არის ის, რომ მოხდეს საქართველოში მათი რელოკაცია. უფრო კონკრეტულ მოლოდინებს რაც შეეხება, მაგალითად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოლოდინი გვაქვს, რომ 3.700-დან 2,000 სტარტაპამდე გაიზრდება ეკოსისტემის მოცულობა, რაც ნიშნავს, რომ 1 მილიონ მოსახლეზე 199-დან 540 სტარტაპამდე გაიზრდება მაჩვენებელი. ასევე საუბარი არის მომდევნო 5 წლის განმავლობაში კერძო კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით დაახლოებით 11 მილიარდი ლარის ინვესტიციების მოლოდინზე, რაც რა თქმა უნდა გაცილებით აჭარბებს იმ, ასე ვთქვათ, ფისკალურ ეფექტს შეღავათის ნაწილში, რაც იქნება განხორციელებული. ქალბატონი ეკას კითხვას რაც შეეხება, დიახ, ესე იგი, როგორც მოგახსენეთ, 3 ტიპის სტატუსის შემოღება ხდება. პირველი ეს არის სტარტაპი, რომელზეც ვისაუბრეთ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სტარტაპი, სწორედ R&D-ის წახალისების თვალსაზრისით არის მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი, სადაც თვითონ ბიზნესის შინაარსი არ არის ინოვაციური, მაგრამ ნებისმიერ ბიზნესს წარმატებისთვის, ეფექტურობის გაზრდისთვის, პროდუქტიულობის გაზრდისთვის
პროექტისთვის, რა თქმა უნდა, ესაჭიროება კვლევაში და განვითარებაში გარკვეული ინვესტიციის გაკეთება იმ სფეროდან გამომდინარე, რომ სფეროშიც ეს ბიზნესი მოღვაწეობს და სწორედ ამის წახალისების ამოცანა აქვს საგადასახადო შეღავაც, როდესაც კომპანიას ვეუბნებით, რომ იმ ოდენობის გასამაგებულ თანხას, რასაც კომპანია დახარჯავს საკუთარი ბიზნესის ფარგლებში კვლევასა და განვითარებაზე, იმ ოდენობის სამმაგ ოდენობას გამოიქვithავს მოგების გადასახადის დაბეგვრის ბაზიდან. რაც ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი სტიმული იქნება იმისათვის, რომ კომპანიებმა მეტი ინვესტიცია ჩადონ კვლევასა და განვითარებაში საკუთარი საჭიროებებიდან და საკუთარი ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე. და მესამე კატეგორია ეს არის უშუალოდ R&D კომპანიები, სადაც ვფიქრობთ, რომ დიდი მოთამაშეები მოვიზიტოთ საქართველოში, ისევე როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ტექნოლოგიური კომპანიების ნაწილში. რა თქმა უნდა, მსხვილი R&D კომპანიების შემოსვლა საქართველოში ამას ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება, როგორც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაზე, ასევე კვალიფიციური კადრების შექმნის თვალსაზრისით და სხვადასხვა მიმართულებებით. მადლობა. სხვა კითხვა ან მოსაზრება ხო არ გაქვთ? გისმენთ ბატონო. მოგესალმებით. ცოტა მეგვიან შემოვედი და ბოლომდე ვერ მოусმინე თქვენ პრეზენტაციას. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია და საყურადღებო და ძალიან კარგია, რომ ყველა ესე ჩართულები ვართ თამაში. მე მაინტერესებს აი აქამდე არსებული ინოვაციური პროექტებიდან თქვენ როგორც აღნიშნეთ, რომლებიც წარმატებული იყო, რა სფეროებს მოიცავდა ეს უფრო მეტად და ამ კანონპროექტების გადანით თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რომელი სფეროები იქნება უფრო აქტიური თუნდაც ინოვაციის მიმართულებით და ამ კანონის პირველ თავში ინოვაციის გარდა არის აღნიშნული ასევე ტექნოლოგიური არსებული ტექნოლოგიური განვითარება. აი ამ ყველაფერს რას ველოდებით ჩვენ ტექნოლოგიური განვითარების განახლება რამდენად აქტიურად არის მნიშვნელოვანი და ინოვაციები რა თქმა უნდა საინტერესოა რომელი სფეროები იქნა უფრო გამოკვეთილი ამ პერიოდის განმავლობაში დღემდე. მადლობა. დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა, რომ შეღავათები შემოდის უნივერსალურად, ანუ არ არის თქვათ კონკრეტული სფეროები პრიორიტიზებული, ანუ უნივერსალურად სტარტაპის მქონე კომპანია ისარგებლებს ამ მიმართულებით, რაც შეეხება თქვენ კითხვას დღევანდელი პორტფელი რისგან შედგება, საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მინდა გითხრათ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ფინტეკების, რომელიც საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს ალბათ ქართული ინოვაციური ეკოსისტემის პორტფელში, მათ შორის მეტად წარმატებული სტარტაპები, რომლებმაც გარკვეული ეგრეთ წოდებული ექსიტები გააკეთეს და ინვესტიციების მოზრდის თვალსაზრისით მეტად გამოიჩინეს თავი, ალბათ საფინანსო მიმართულებით არიან, არის აგრიტეკის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულება არის საკმაოდ საინტერესო წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში სხვადასხვა სფეროებში არის ლოჯისტიკის მიმართულებით საკმაოდ საინტერესო პროექტები, არის ტურიზმის მიმართულებით, ელექტრონული კომერციის მიმართულებით, საკმაოდ დივერსიფიცირებულია კიდევ ერთხელ, გვინდა რომ უფრო მეტად აქცენტი გავაკეთოთ ბიოტექნოლოგიებზე და თქვენ იცით ფაგების განვითარების მიმართულება, რაშიც საქართველოს უნიკალური გამოცდილება 100 წელზე მეტის და ასევე სამეცნიერო ბაზა უნიკალური და ეს პროდუქტი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მეტად მოთხოვნადი ხდება ანტიბიოტიკორეზისტენტობის თვალსაზრისით სოფლიოში, მინდა მეტი აქცენტი გავაკეთოთ მათ შორის ბიოტექნოლოგიების განვითარებაზე, თუმცა კიდევ ერთხელ წარმოდგენილი კანონპროექტი არის უნივერსალურად, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი სფეროს სტარტაპის წარმომადგენლებისთვის. რაც შეეხება ტექნოლოგიურ განვითარებას, თუ სწორად გავიგეთ თქვენი კითხვა, ალბათ თუ გულისხმობს ასე ვთქვათ, ეკონომიკაში ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების დანერგვას, არა მხოლოდ სტარტაპების
თავისთავად განვითარების, არამედ ეკონომიკაში მეტი ინოვაციის და ნერგვას. რა თქმა უნდა, ეს არის პრიორიტეტი, სწორედ ამას ემსახურება მათ შორის მეორე და მესამე სტატუსი. არა, დაგიზუსტებთ უბრალოდ, რომ არ გავცდეთ ამ თემას. ტექნოლოგიებში ვიგულისხმე ის არსებული განვითარებადი კომპანიები, რომლებიც იყენებენ რაღაც ტექნოლოგიებს. სტარტაპები თუ ჩვეულებრივი კომპანიები? ჩვეულებრივი ის კომპანიები, მაგრამ ეს ტექნოლოგიები შეიძლება იყოს მოძველებული რაღაცა და მისი განახლების შემთხვევაში ისინი მიიღებენ უფრო დიდ მოგებასაც, ეკონომიურად საინტერესო იქნება როგორც მათთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. აი ამ მიმართულებით კი, გასაგებია, მადლობა დაზუსტებისთვის. კი, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირე საშუალო სტატუსის ინოვაციური კომპანიის სტატუსი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ წავახალისოთ ჩვეულებრივი კომპანიები, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ბიზნეს სუბიექტები, რომ ტექნოლოგიურ განახლებაზე იზრუნონ, ინოვაციებზე იზრუნონ საკუთარი ბიზნეს მოდელის უზრუნველსაყოფად და გასავითარებლად. აქვე შემიძლია დავამატო, მცირე გადახვევა იქნება, თუმცა ეს ერთიანად ეკონომიკის დამდგრადი განვითარების სამინისტროს მანდატია, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, როგორც სტარტაპების და ინოვაციების, ასევე ტრადიციული ბიზნესის თვალსაზრისით. ჩვენ მაგალითად სააგენტო აწარმოებს საქართველოში უკვე მეორე წელია დანერგილი გვაქვს მიმართულება, მაგალითად, რომელიც ხელს უწყობს მცირე საშუალო ბიზნესის დიჯიტალიზაციას, დაციფრულებას. არის სპეციალური პროგრამა, რომელიც როგორც ასე ვთქვათ, ინტელექტუალურ მომსახურებას უწევს ექსპერტების დონეზე კონკრეტულ ბიზნეს, კონკრეტულ კომპანიას, რა ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, განვითარება შეუწყობს ხელს მათი ბიზნეს მოდელის გაუმჯობესებას და ასევე ფინანსური კომპონენტი იმისათვის, რომ კონკრეტული გაციფრულების პროდუქტი იქნას დანერგილი საწარმოში. რა თქმა უნდა, ანუ ორმხრივად გვაქვს ამის ხელშეწყობა, ერთის მხრივ, ასე ვთქვათ, კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელსაც აწარმოებს საქართველოს მხრიდან ვაწვდით და მეორეს მხრივ იქნება უკვე ის სტატუსი, რასაც ჟიტა განსაზღვრავს, ასეთ კომპანიებს კიდე მეტად წავახალისებთ, რომ ფული დახარჯონ საკუთარი, ასე ვთქვათ, პროდუქტის შექმნისას, მეტად ტექნოლოგიური ელემენტების და კომპონენტების გათვალისწინებას. მადლობა. დიდი მადლობა. სხვა მოსაზრებები ხო არ გვაქვს? დარწმუნებული ვარ, სხვა კომიტეტებში უფრო დეტალურად მე გექნებათ შესაძლებლობა, რომ შეხვიდეთ თითოეულ ინიციატივასთან დაკავშირებით. კარგით, მაშინ დავაყენოთ ეს საკითხი გადაწყვეტილებაზე, თუ უჭერთ ხარს. დიდი მადლობა, გადაწყვეტილება მიღებულია, წარმატებები ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ვარ თქვენ განათლების სამინისტროსთანაც აქტიურად თანამშრომლობთ, იმიტომ რომ ამ სტრუქტურების, ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად ახალი პროფესიების საჭიროება ჩნდება, ამ პროფესიების გაფართოების საჭიროება ჩნდება, ბევრი დეფიციტი გვაქვს, მოგეხსენებათ სხვადასხვა აი ამ სწორედ ინოვაციების მიმართულებით და ვისურვებდი რომ განათლების სამინისტროსთან ერთად, ჩვენთან ერთადაც, ჩვენ დიდი სიამოვნებით შემოგეშველებით, სადაც კი ამის საჭიროება იქნება საკანონმდებლო რეგულირების თუ ამ პროცესების წახალისების ნაწილში, რომ ერთი იყოს რომ მოთხოვნაც გაჩნდეს და მიწოდებაც კონდეს ამ მიმართულებით პროფესიების თვალსაზრისით. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენ კი სხდომას დახურულად გამოვაცხადებთ. მადლობა.